განცხადება პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი სკოლა გახსნა. რეაბილიტირებულ სასწავლებელში ახალი ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და უახლესი კომპიუტერებით აღჭურვილი საკლასო ოთახებია. პროგრამა ალუმნაის ფარგლებში ყოფილმა მოსწავლემ ჯიმშერ ღურცკაიამ სკოლას ფიზიკის ლაბორატორია გადასცა. მისივე დაფინანსებით სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გერმანიაში გადამზადების კურსს გაივლის. დღესვე ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც უკვე 10 წელია შამგონის სკოლაში მუშაობს, პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა. ორი მოსწავლე კი პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა. ნუკრის შონია კონკურსის ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიის გამარჯვებულია. მარიამ შამუგია კი სკოლის საუკეთესო მოსწავლე. გამტარი დიელექტრიკი, ყველა ეს ჩვეულებრივი ჭისყალია, რომელიც არის გამტარი, ახლა მარილებს შეიძლება. თქვენ არ მონაწილეობთ ოროსნების რევოლუციებში? არა, აბარად გამოსცემს. ნებო იდიჩსებ კარგად. ინტერნეტი არის შემოყვანილი? კი. და საერთოდ არის ინტერნეტი? არა, მარტო სკოლაშია. აიგერ უყურებთ ოკუპაციის ხაზი აგერ ამის უკან და ეგერ იქ მომჯდარები ოკუპანტები ქართულ მიწაზე გალში მეორე მხარეს და ნუ უბრალოდ უნდა გვესმოდეს რომ ვინც იძახის რომ აი ჯაშუშები არ უნდა დაიჭიროთ იმიტომ რომ არ გავაღიზიანოთ ვინც იძახის რომ ჩვენ ღირსებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ღიზიანდებიან კარგად დავაკვირდეთ რაც ხდება გარშემო არის ის რომ ყველა აბსოლუტურად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მათთან აქვს პრობლემები და ჩვენ როგორ ყველაზე მეტი პრობლემა ეს გასაკვირია იმიტომ რომ ქართველები არიან ყველაზე დამოუკიდებელი ხალხი ყოფილ რესპუბლიკებს შორის და მეორე ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი ქვეყანა და უნდათ რა ამ სილამაზეს დაეუფლონ ეს ჩვეულებრივი რაღაცაა ეს მათი ინსტინქტია უნდათ გავიდნენ ზღვაზე და უნდათ დაეუფლონ სილამაზეს ამიტომ ეს იმიტომ კი არა რომ სააკაშვილი ზედმეტად არ მოუვიდა თვალში ან რომელიმე ფიზიკური პარამეტრი არ მოეწონათ ან ახლა ჩვენი პოლიტიკა ეს არის მათი საკითხი თქვენს რომ ესე უნდა იყოს ჩვენ და ამიტომ როცა იძახიან რომ არ გავაძღიზიაროთ იმაზე მეტი რა უნდა გავაღიზიაროთ როცა არ გავაფუჭოთ ურთიერთობები იმაზე მეტი რა უნდა გაფუჭოს ურთიერთობები რომ აგერ ზივართ დღისით ზისით ამ ულამაზეს სკოლაში ოკუპაციის ხაზთან და უყურებთ ჩვენ ოკუპირებულ მიწებს ჩვენი სკოლის ფანჯრებიდან ამაზე მეტი რა უნდა იყოს ცუდი ურთიერთობა, როცა შემოსულია და დაპყრობილი აქვს შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. და ხო და ეს მათ შორის ეს სოფელი აქვს გაყოფილი შუაზე. და მე კიდე ლექციებს საკითხავ, რომ იქნებ პროვოკაციაზე არ გამოიწვევთ. ამ ყველაფერი ისე დაშევას მას შეიძლება ჩვენ უკვე დაგვიშევეს. ამის შემდეგ იმედია მხოლოდ შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობები, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ძიმე სიტუაცია დღეს. ზოგიერთი ქუჩაში არა შადალოზე და ცდილობს რომ ოროსნების რევოლუციები აწყოს, რაც არის ბუნტები თუ აჯანყებები ოროსნების, მაგრამ ზოგიერთი სწავლობს და ცდილობს რომ ცხოვრებაში რაღაც მიაღწიოს და თავის ქვეყანა ასახელოს. და ყველაზე მაგარი ხალხი გამოხოთ აქედან დარწმუნებულია. აი იმათ ჩინაზე, ვინც იქიდან იყურებენ დურბინტებში. მე დედა, ჩემი და ისე მალულად გადმოვდივართ ენგურზე, მამა ისე უკან ბრუნდება. გული ისე უკან მიუწევს. როგორ მინდა დაკარგული დავიბრუნოთ. ეს არის ოჩახდა მე მინდა გადმოგცე კომპიუტერი. ჩვენი სახლები დაგუბრუნებია ჯერ მინიმუმ ჭკუით უნდა ვაჯობოთ მაგათ ყველას. მაგათ აქვს ბევრი ტანკი, მაგრამ ჯერ სინდისი არ აქვს და მეორე ტვინი არ აქვს. პრინციპში თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ და კარგად ვისწავლეთ.
ეს არის ჩვენი იარაღი მაგათ წინავდა პიროვნებს. ამიტომ ამ იარაღს გამოგვიყვება. ამას უნდა უძახებთ საზღვარს. ეს არის ოკუპაციის დროებით ხაზი. მათ უნდათ რომ ეს საზღვარი იყოს. იმიტომ რომ მათი უსინდისობა სრულად უსაზღვრო, მაგრამ ეს არის ოკუპაციის ხაზი. მხოლოდ იმის გამო და საზღვარი არ შეიძლება გადიოდეს თხილის ბაღში და პლაჟზე. ეს არის დაბადებული KGB-ს ნამაიორალის სხვანაირად მოწყობილ გონებაში. შეუძლებელია ეს საზღვარი იყოს ნებისმიერ ცივილიზებული კანონით. აი მაგას უნდა მივაწყოთ, რომ ჯიმშე უკრაინის ხალხი აღარ მიდიოდეს აქედან შამგონიდან არსად და შამგონაში ზუგდიდში თეატ საქართველოში შეძლოს იგივე რაღაცის წარმოება. არ დაჭირდებოდეს ამის საწარმოებაც სადღაც ასვლა. ამისათვის ჩვენ გვინდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გამოუშვათ ჩვენი კარგი ინჟინერები, მაგრამ იმ ინჟინერებს სჭირდება 5-6-7 ტექნიკოსი თითოს. ამიტომ ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი უნდა გამართოთ ბოლომდე აქ და უნდა გავამჯობესოთ და მაგარი უნივერსიტეტი შექმნათ ტექნოლოგიური. და ის რაც გვაქვს ისიც გავამჯობესოთ. იმიტომ რომ შეუძლებელია პატარა თითის გადასახოვადაც კი დავზუროთ სადაც წარმოებად. რა თუ შამგონელს შეუძლია გერმანიაში ამის გაკეთება, საქართველოში რატო არ უნდა შეეძლოს? ოღონდ ამისთვის უნდა შევქმნათ ახლა ყოველქმნით და ბოლომდე მივიყვანოთ ამ პირობების შექმნა.